ჭიაზე დამუშავება მეტად მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ მას ჰქონდეს საკვების სრული ათვისება. რა ხდება ამ დროს? როდესაც ერთ-ერთი პარაზიტების ქვეგვარი ასკარიდა, რომელიც გავრცელებული არის ქათმებსა და ინდაურებში და საერთოდ ფრინველებში, ის სახლობს ფრინველის ამ შემთხვევაში ინდაურის წვრილ ნაწლავში. მის ეპიტელურ, ანუ ლორწოვან გარს აზიანებს და საკვების ათვისება აღარ ხდება ინდაურებში და საერთოდ ფრინველებში. წვრილი ნაწლავიდან აითვისება სრულად გადამუშავებული საკვები. ამიტომ ჩვენ ინდაურებში აღარ გვექნება წონამატი. აუცილებლად უნდა მოვახდინოთ ინდაურების დამუშავება სპეციალურად გათვალისწინებული პარაზიტების მიმართ პრეპარატებით. ამ შემთხვევაში მე მაქვს მაგალითად ფემბექსი. მას ჩვენ დავშვნით მდგომარეობაში აუცილებლად წონასთან შედარებით უნდა გავაკეთოთ დოზირება. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ დამუშავება მოვახდინოთ დილით უზმოზე და ვაკრით პირში განკუთვნილ დოზას. ესე გავუშვებთ და ჩვენი ასკარიდები დაიხოცებიან ნაწლავში.